ასე ვთქვათ, ჩემი ჩართვა თქვენთან თქვენს პოდკასტში. წარმატებებს გისურვებთ, ზოგადად ამ წამოწყებაში და მივესალმები იმ ადამიანებს, ვინც აი მანდედან ოკეანის გადაღმიდან გვიყურებს ხოლმე ჩვენ და აინტერესებს ეს ამბები. და მე მსურს ბუნებრივია მედიასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. მედიასთან დაკავშირებით ავაწყოთ ჩვენი საუბარი და პირველი შეკითხვა არის ესეთი, რომ 2016-ში მოხდი პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში და მქონდა ესეთი წარმოდგენა, რომ მედიის პოლარიზება მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისა და საქართველოს სივრცეში არსებული ფენომენი იყო, მაგრამ ის აუცრება აქაც მსგავსი რამ დამხვდა და 2020 წლის არჩევნები იყო ჩემთვის აი განსაზღვრელი ჩემი აზრის ჩამოყალიბებისა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მედია აქტივობას პოლიტიკაში და კერძოდ ყველამ ვიცით, რომ Fox-ი არის რესპუბლიკელების პარტია და ესე ვთქვათ, კონსერვატიული ტრადიციული მატარებლისა და იდეოლოგიის გამავრცელებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისი ატიპოდი იყო CNN, დემოკრატიული არხი. და 2020-ში აჩვენა სიტუაციამ, რომ ტელევიზიებს შეუძლიათ ძალიან დიდი როლი ითამაშონ პოლიტიკის შექმნაში. და მე მახსოვს, როცა პირველი გაკვირვება იყო ის, რომ როგორ შეიძლება თურმე მედიით მანიპულირება დაუშვათ exit poll-ების ან ხმის დათვლის გაშუქების და ასე შემდეგ და შემდეგ 20 წელიწადში რა შედეგიც დადგა. გიორგი, მე თქვენთან მაქვს ესეთი შეკითხვა. რამდენად შესაძლებელია, რომ მედიამ იმოქმედოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე იმ მასშტაბით, რაც ჩვენ აქ 20 წელიწადში ვნახეთ, თუ უბრალოდ 20 წელს ვნახეთ, თუ ეს უბრალოდ ამერიკის რეალობაა, ამხელა ძალა აქვს მედიას? ესე იგი, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი ძალა აქვს, განსაკუთრებით, როდესაც საუბრობთ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ, რაც ხშირად ამბობენ ხოლმე დღევანდელ დღეს, ეგრეთ წოდებულ პოსტ-სიმართლის ეპოქაში. როდესაც არათუ სიმართლეს, არამედ იმ განწყობებს და ვთქვათ, შექმნილ რეალობას, წარმოსახულ რეალობას, გარკვეული ფაქტებს ამოგლეჯილს კონტექსტიდან აქვს განსაზღვრელი მნიშვნელობა, ხო? თანამედროვე მედიამ და თქვენ, ესე იგი, სწორად აღნიშნეთ, რომ პრინციპში პირიქით არის, ანუ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ პირიქით არის, ანუ პოლარიზებული მედია გარემო საქართველოში უფრო იმის ანალოგია, რაც მან ხდება, ვიდრე ვთქვათ, ასე ვთქვათ, რაღაცა უბრალო მსგავსება და თან მეტიც, ანუ ეს რაღაცა ჩვენ შემთხვევაში მცირე მასშტაბით ამის, ასე ვთქვათ, მიბაძვა უფრო არის და იმიტაცია იმ პროცესებისა, რომელი პროცესიც ესე ვთქვათ, პროცესების ცენტრში მიდის, ხო? ანუ ჩვენ როდესაც ჯერ კიდევ 2016 წელს ეს პერიოდია, როდესაც ჯერ კიდევ მკაცრად, ასე ვთქვათ, ერთპოლუსიან სამყაროზე შეგვეძლო გვესაუბრა. ხო, ანუ მთელი პროცესები მოდის იმ ერთი პოლუსიდან, რომელი პოლუსიც თქვენ ახსენეთ და სადაც ხართ ახლა, ასე ვთქვათ, რომელსაც დღეს კი ყავს გამო, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ჩელენჯერები და რაღაცა მულტიპოლარიზმისკენ თითქოს ვინაცვლებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროცესები იქიდან მოდიოდა, მათ შორის 2016 წელს პოსტსაბჭოთა რეალობაში და შესაბამისად ჩვენ უფრო ვიყავით იმის ანალოგი, რაც მან ხდებოდა, ვიდრე ვთქვათ, რაღაცა პირიქით ან და ისა რა ქვია მაგას, უბრალოდ ამთხოვა და ასე შემდეგ. შესაბამისად, აქ დიდი ეს, აი, რა ქვია, ესეთი კითხვა ასეთი უფრო არის, რომ რომელი უსწრებს წინ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც შემდეგ მედია ქმნის პოპულარულად, მედია აქცევს ამ, ასე ვთქვათ, საზოგადოების აზრთა მიმდინარეობას ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჩარჩოში, თუ მედია ქმნის ტრენდებს და შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ამას მისდევს. მე უფრო ვფიქრობ, რომ აი ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქმნიან, ასე ვთქვათ, მედია ტენდენციებს. და რატო? იმიტომ რომ პრინციპში სადღაც თუ ავიღებთ ესე 80-იან წლებს და განსაკუთრებით 90-იან წლებს, უკვე ჩვენ სახეზე გვაქვს ის, რომ უფრო მეტად რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ, რომ ერთი თემა არსებობს, ერთი იდეოლოგია არსებობს, რასაც ფუკუიამა
ამტკიცებდა, რომ დამთავრდა ისტორია და იწყება ახლა ლიბერალური დემოკრატიის ხანა და ეპოქა. შესაბამისად, ეს მიდგომა, ეს გაგება იმისა, რომ არსებობს ერთი პოლუსი, ერთი ცენტრი, საიდანაც ყველაფერი შეიძლება იმართებოდეს და ასე შემდეგ, ქმნის პოლიტიკის საჭიროებას აუქმებს. პოლიტიკა აღარ არის ის, რაც შეიძლება აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა, ასე შემდეგ, პოლიტიკოსებმა, რაც შეიძლება შექმნან და ასე შემდეგ, რომ არსებობს ერთი მოცემულობა, ამ ერთ მოცემულობაში არსებობს დირექტივები, ეს დირექტივები უნდა განხორციელდეს და დანარჩენი ყველაფერი უფრო და უფრო მეტად გადადის შოუში, უფრო და უფრო მეტად ემსგავსება იმას, რომ აი ამ ერთ კონკრეტულ იდეოლოგიაში, ამ ლიბერალურ დემოკრატიაში ვის ექნება ძალაუფლება. და არა ვთქვათ, ვინ შექმნის ახალ დღის წესრიგს, ხო? ვინ შექმნის ალტერნატივას, ალტერნატიულ პოლიტიკას, ვინ შემოგთავაზებს სოციალურ სფეროში, ეკონომიკაში და ასე შემდეგ. ეს აღარ არის საინტერესო, იმიტომ რომ დადგენილია, რომ ერთი გზა არსებობს მხოლოდ. და როდესაც ერთი გზა არსებობს მხოლოდ, ხო, ყველაფერს დანარჩენს აზრი დაკარგული აქვს, აღარ მიდის მსჯელობა პარლამენტში, აღარ მიდის მსჯელობა პოლიტიკურ პარტიებს შორის და ასე შემდეგ. და შესაბამისად, რაზე შეიძლება იდაონ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა, თუ არა იმისა, რომ ვის ხელში იქნება ეს ძალაუფლება, ვინ უკეთესად გაატარებს ამ პოლიტიკას, რომელიც ჩამოყალიბდა, ხო? და აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტად ხდება, თან კომერციალიზაცია ხდება მთელი ამ პროცესის, ხო? პოლიტიკის კომერციალიზაციაც ხდება და ასე შემდეგ და ამ კომერციალიზაციის კარგი ინსტრუმენტი ეს არის მედია. მედია ქმნის ეგრეთ წოდებულ არ მიყვარს ეს სიტყვების გამოყენება, მაგრამ hypes, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი საინტერესო გახადოს, სკანდალი შექმნას, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ყურება ექნება რაღაც ამა თუ იმ პროდუქტს, ამა თუ იმ კონტენტს და ასე შემდეგ, მეტი ფული იშოვება აქედან, ასე ვთქვათ, ხო? და შესაბამისად, პოლიტიკოსებიც გადადიან, ესე იგი, პოლიტიკის კეთებიდან გადადიან, ასე ვთქვათ, ძალაუფლების მოპოვების მერკანტილურ ინსტრუმენტებზე, ფორმებზე და მედიაც ამას მიყვება, რა თქმა უნდა და შესაბამისად, რადგან მედია კარგი ინსტრუმენტია, სხვა არასაშუალებით შეიძლება აუდიტორიას ესაუბრեն თუ არა განსაკუთრებით, ესე ვთქვათ, ტელემედიის საშუალებით იმ ეპოქაში და დღეს უკვე სოციალური მედია და ასე შემდეგ. შესაბამისად, აი ეს ტენდენცია არის, და პოლარიზაციაც საბოლოო ჯამში აქედან მომდინარეობს, რომ მთლიანობაში დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ შემდეგ უკვე ამ ესე ვთქვათ, აი ამ მოიყირჭა, ასე ვთქვათ, ის იდეოლოგიური ნარატივი, რომელიც იდეოლოგიური ნარატივიც ქმნიდა აი ამ ერთპოლუსიან სამყაროს, გაჩნდა ამის საწინააღმდეგო მოცემულობა. ამასთან ერთად აი მთელმა მეინსტრიმმა განსაზღვრა, რომ ისა რა ქვია, მთელი საზოგადოება უნდა გაედევნა, საკმაოდ დიდი ნაწილი საზოგადოების უნდა განედევნა საჯარო სივრციდან. თქვენ ახსენეთ Fox-ი და CNN-ი, რომელიც დაპირისპირებულია. რომ არა ტრამპის ფაქტორი, თქვენ თვითონ უკეთესად გაგახსენებათ, მანდ ხართ და უფრო მეტად უყურებთ ამას. მთელი მაგა მოძრაობა რეალურად ტრამპი რომ არ ყოფილიყო, Fox-იდანაც კი მარგინალიზებული იყო, ხო? Fox-იც კი არ უთმობდა მაგას იმ ყურადღებას, რაც უნდა თითქოს კონსერვატიული, თითქოს რესპუბლიკური პარტიის მხარეს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იმდენად მეინსტრიმული იყო ორივე მხარე, ასე ვთქვათ, პოლარიზაცია მათ შორისაც, რესპუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც შორისაც, ხო, პრინციპში დადიოდა იქამდე, რომ ვინ რაღაც 5%-ით ჩამოწევს გადასახადს, ვინ ცოტას მოუმატებს რაღაცა და პრინციპში დიდი არაფერი განსხვავება ბოლო პერიოდში არ იყო, რომ არ გაჩენილიყო მაგას მოძრაობა, ხო? და მაგას მოძრაობა, მათ შორის როგორც ვთქვით, Fox-ისთვისაც და მეინსტრიმული ნებისმიერი რესპუბლიკური მედიისთვის ეს იყო მარგინალური ჯგუფი, რომელიც მათ შორის მათ ძალაუფლებას უქმნიდა პრობლემას, ხო? და შესაბამისად მათ არ აკარებდნენ აი ამ მეინსტრიმულ მედიას, ხო? ამან გამოიწვია რაღაც გარკვეული გადატეხა, რომ ეხლა თქვათ შემოვიდა და Fox-ი გახდა, ესე ვთქვათ, მაგას რუპორიც. ოღონდ თუ დავაკვირდებით, მაინც მაგას, ასე ვთქვათ, ნარატივს სხვა პლატფორმები უფრო აჟღერებენ, ვიდრე Fox-ი თუნდაც დღეს, ხო, მიუხედავად ყველაფრისა. ამიტომ ეს არის ესეთი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ელიტის, რომელიც დიდი ხანია მართავს სისტემას,
იმ პოლიტიკური ელიტის ჩემი აზრით მაინც ის გადაწყვეტილება, რომ მედია იყოს ძალიან კარგი ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ, მასების მართვის და არა პირიქით, რომ მედიამ შექმნას დღის წესრიგები და ამ დღის წესრიგს აყვეს პოლიტიკა, ასე ვთქვათ. ხო, შეიძლება რაღაც ცალკეულ შემთხვევებში ცალკეული პოლიტიკოსებზე ეს ქმნიდეს გარკვეულ გავლენას, ხო, ანუ მაგალითად მე დამწყები პოლიტიკოსი ვარ, მინდა მოვხდე რაღაცა ვთქვათ mainstream მედიამ ჩემზე ყურადღება გაამახვილოს, ამიტომ რა თქმა უნდა შეიძლება ავყვე მე მედიის ნარატივებს და უპასუხო იმას, მაგრამ თავდაპირველად ეს მედია ნარატივები არ არის თავად მედიიდან ნაკარნახები, ხო? ანუ ეს ამ მედია ნარატივების უკან დგას ისე პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი დამფინანსებლებისა, ვინც აფინანსებენ ამ მედიას, ხო? ეხლა ფაქტია, რომ საქართველოში ვინც მძლავრი პოლიტიკური მოთამაშეა, ფაქტობრივად მათ უკან დგას მედია. და ხალხურ სახელს და გვარს ჩამოთვლას რა აზრი აქვს, მაგრამ ვიცით, რომ მათი ისიც ვიცით, რომ მედიის შენახვა ნამდვილად ძვირი ფუფუნებაა. მაგრამ ესა თუ ის პიროვნება, შესაბამისად მის უკან მდგარი პოლიტიკური პარტია, მაინც ამ ხარჯებს გადის, რომ ეს სატელევიზიო პლატფორმა კონდეთ. და თქვენ ხა სწორი მინიშნება გააკეთეთ, რომ ტრამპამდე მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პლატფორმის ტელევიზიები არის, Fox და CNN-ს გულისხმობ, რადიკალურად დაპირისპირებული არ იყვნენ აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცებს, თემატიკებს აშუქებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, პლუს-მინუს ერთ და იგივეს ლაპარაკობდნენ საგარეო პოლიტიკას გულისხმობ. შიგნით სულ სხვა საქმეა. მაგრამ მე მოხდა ესეთი რამ, რომ Fox-იდან უცებ ტაკერ კარლსონი გაუშვეს. პიროვნება, რომელიც ფაქტობრივად Fox-ისთვის ყველაზე დიდი ფული შემოქონდა. ღიად არ არის პრობლემა, იმიტომ რომ რეკლამებს იწებებდა და ძალიან ყურებადი იყო. და შემდეგ ტაკერ კარლსონი გვერდზე გაიწია თავის პლატფორმა შექმნა. Fox-ი არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის ამბიციები და თავის მედია ჯგუფი შექმნა და საქართველოშიც ვინც ახლა აქტიურ პოლიტიკაშია, ყველა ცდილობს რომ თავის უკან ტელევიზიები შექმნას. ახალ შექმნილი პარტიებიც ალბათ ასე მოიქცევიან, ვის უკანაც რაღაც გარკვეული რესურსი დგას და მაინტერესებს იცით რა, რომ სადამდე შეიძლება მივიდეს, რომ რამდენი ესე იგი იურიდიული პირიც იქნება, შესაძლოა მათი გამოხატველი მედია გაჩნდეს და ზოგადად ტელევიზიის იდეა შეიძლება საერთოდ მეორე პლანზე გადავიდეს. ანუ იყოს გასართობი ტოქ-შოუები და დანარჩენი ბადე იყოს წმინდა წყლის აგიტაციური პროპაგანდა. იმიტომ რომ მე მახსოვს ადრე რომ არჩევნები როცა ტარდებოდა, საზოგადოებრივმა უწყებელს ჰქონდა კვოტა ყველა პარტიისთვის სხვადასხვა ტელევიზიებზე და მიდიოდნენ ეს პოლიტიკური პლატფორმაზე მყოფი პირები და თავის იმ 1 საათს კვირაში თუ 10 საათს იყენებდნენ და ეხლა გამოდის რომ ყველა აქტიურ მოქალაქეს ეს არ ჭირდება, ეს საერთო ველი ყველას თავის რუპორია. და შეიძლება რომ აქამდე მივიდეს რომ ტელევიზია უბრალოდ გახდეს პროპაგანდის პლატფორმა და სხვა არაფერი. სერიალებს და რაღაცას არ გულისხმობ. პრინციპში შეიძლება ვთქვათ, რომ არა თუ ახლა, არამედ ზოგადად მედიას ყოველთვის ჰქონდა ეგ პროპაგანდის, ასე ვთქვათ, დანიშნულება. ანუ პრინციპში არ არსებობდა, ასე ვთქვათ, დრო, როდესაც მედია არ იყო პროპაგანდის ინსტრუმენტი. ყოველთვის ასე იყო, აი თუნდაც მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის დასაწყისი ავიღოთ, თუ დავაკვირდებით იმ პერიოდულ გამოცემებს, ხო, გაზეთებს და შემდეგ ეს ყველა იყო რაღაც კონკრეტულ პარტიასთან აფილირებული მედია პლატფორმები, თუ პარტიასთან არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც კონკრეტულ იდეოლოგიურ დღის წესრიგთან მაინც იყო დაკავშირებული ეს ყველაფერი და ყველა პარტიას, მაგ სოციალ-დემოკრატები იქნებოდნენ ეს თუ ლიბერალები იქნებოდნენ თუ ვთქვათ კონსერვატორები იქნებოდნენ, ყველას ჰქონდა თავისი რაღაცა გამოცემა, იმ გამოცემაში ხდებოდა თავისი ვთქვათ მოსაზრებების და იდეების პოპულარიზაცია და შესაბამისად ასე მუშაობდა პრინციპში მედია ამ დროს და ეს დღესაც ასე გრძელდება პრინციპში, რომ ამ ნებისმიერ მედიას საშუალებას აქვს თავისი პროპაგანდისტური ნაწილი, ხო? სულ რო გასართობი კონტენტი იყოს, ხო? აი ბევრს ლაპარაკობენ ახლა ხო იმას რა ხია.
Disney-ის woke-იზმზე და Netflix-ის woke-იზმზე და ასე შემდეგ. ხო, ანუ რეალურად გასართობ კონტენტს ქმნიან, მაგრამ ცხადია, რომ კონკრეტული იდეოლოგიურ ნარატივს ემსახურება ერთიც, მეორეც, იქ თქვა სხვები, რომელიც არ ჩამოგვითვლია, მაგრამ ასე შემდეგ. შესაბამისად ეს ნაწილი მედია, ამ ნაწილს მედია ვერ გაექცევა, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ინფორმაციის გამავრცელებელი, ინფორმაცია კი ყოველთვის არის რაღაცა თვალსაზრისით მიკერძოებული, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, აბსოლუტური ობიექტივიზმი შეუძლებელია, ხო, ადამიანების მხრიდან. ადამიანები ყოველთვის არიან გარკვეული თვალსაზრისით სუბიექტური. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, ზოგს რაღაც ინტერესი ამოძრავებს, ზოგს ეს ინტერესი არ აქვს, მაგრამ თავისი რწმენები ამოძრავებს და შესაბამისად ამას ჩვენ ვერ გავექცევით. ამასთან ერთად ამას ემატება ის, რომ არსებობს სოციალური მედია პლატფორმები და უამრავ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ მოძრაობას თუ სუბიექტს აღარ სჭირდება, ასე ვთქვათ, მეინსტრიმ მედიასთან დაკავშირება იმისთვის, რომ საკუთარი იდეების პოპულარიზაცია მოახდინოს, ხო? აი ტაკერ კარსონი ახსენეთ და არ ვიცი, შეიძლება მეშლება, მაგრამ არ ამგონია Fox News-ი უწევდეს კონკურენციას ტაკერ კარსონს ინტერნეტ სფეროში, ხო? ხო, ამიტომ ეს უკვე ისეთი ამბავია, რომ საკმაოდ ასე ვთქვათ, საკმაოდ ცulis თამაშის წესებს თანამედროვე პროცესში. თუმცა, როგორც არ უნდა შეიცვალოს, ასე ვთქვათ, პლატფორმები, სადაც არ უნდა წავიდეს აუდიტორია, მოთხოვნა იგივე რჩება, ადამიანებს უნდათ ვიდეო, ადამიანებს უნდათ აუდიო, ადამიანებს უნდათ ტექსტი და ამ ყველაზე მთავარი რაც არის, რაც დამახასიათებელია პოლარიზაციისთვის, ადამიანებს უნდათ მიკერძოებული ინფორმაცია. აი, რაც არ უნდა ვეცადოთ, აი ხა ჩვენ კი გვადანაშაულებს. მაპატიეთ გიორგი, მიკერძოებული? დიახ, მიკერძოებული. ანუ გულისხმობ იმას, რომ ყველა ეძებს საკუთარ პოზიციას რაღაცა მედია კონტენტში, ანუ ესე ვთქვათ, გამომწერები ხდებიან იმ კონტენტის, სადაც თავის თავს იპოვიან საკუთარ შეხედულებებს, საკუთარ ასე ვთქვათ, partisanship-ს, რასაც ეძახიან იმში, რა ქვია, ინგლისურად, ხო? და შესაბამისად აი მაგალითად ეხლა რო ავიღოთ ჩვენ კი ერთი მხარე მეორე მხარე ხშირად გვადანაშაულებს ხოლმე საზმაოს რომ რაღაცნაირად არ ვართ ისე ვთქვათ მიუკერძოებლები, მაგრამ თლიანობაში რო დააკვირდებით ჩვენს კონტენტს, ჩვენი კონტენტის მიმართ ძირითადი პრობლემა ის აქვს, რომ ადამიანები სწორედ ამ მიკერძოებას ვერ ხედავენ. ანუ მათ უჭირთ დაინახონ ვისკენ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ძირითადი პრეტენზიები ასეა ხოლმე, რომ ხო იმიტომ ვთქვათ, იმას საყვედურობენ ძირითადად საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ აი თქვენ იმათი ხართ. ოღონდ ეს იმათი ნიშნავს, რომ ჩემი არა ხარ და იქიდან გამომდინარეობს ეს იმათი. ხო და ახლა მე არ ვამბობ, რომ ჩვენ შეუცდომლები ვართ, რაღაცები არ გვეშლება, ბევრი რამე არასწორად შეიძლება იყოს რაღაცა და მაგრამ აი ეს მომენტი, რომ ადამიანები ეძებენ პოლარიზაციაში მხარეს, ეს არის ფაქტი და ამას მოწმობს აი ტაგერ კარსონი ხო ახსენეთ, ანუ ნებისმიერი ესეთი ამბავი, რომ აი თქვა თუ დაინახავთ ვიღაცას, რომელიც პოლიტიკურად უფხოა, თითქოს ცდილობს ნეიტრალური იყოს და ასე შემდეგ, ნახავთ, რომ მისი ყურება ძალიან ცოტაა. მაგრამ სამაგიეროდ ადამიანი, რომელიც კონკრეტულ ნარატივს ავრცელებს, ავითარებს და ასე შემდეგ, მისი ნახვები ბევრად მაღალია, მისი გამომწერები, იქ ეგრეთ წოდებული მოძულეების, ჰეითერებიც ბევრი ყავს, რა თქმა უნდა, ყველას, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ეს რაღაცა იმაშვება, რა ქვია. ფაქტია, რომ ეს მიკერძოება ძალიან სერიოზულად ხიბლავს ადამიანებს და მიდიან იმ პლატფორმებზე, სადაც ნახულობენ საკუთარ თავს. შესაბამისად, ეს მოცემულობა, რომ რა ქვია, მაგას ვინ როგორ იყენებს ამას ყველაფერს თანამედროვე პოლიტიკაში, ხო? ეს არც ახალია, ეს კარგად გამოცდილი პროცესია, კარგად დანახული პროცესია. ერთი ფუნდამენტური განსხვავება, რისი თქმაც მინდოდა, ძველ პრაქტიკასთან, ანუ აი მე-19-20 საუკუნის დასაწყისის პრაქტიკასთან ერთი ძალიან ფუნდამენტური განსხვავება, იქ იყო იდეოლოგიური დაპირისპირებები. იქ იყო რომ ერთი მხარე ამტკიცებდა რომ აი ესეთი პოლიტიკური სისტემა გვჭირდება, ასეთი იდეოლოგიით გვჭირდება მოქმედება და ასე შემდეგ. მეორე მხარე საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, აი ეს პოლიტიკა არსებობდა, ასე ვთქვათ, ანუ პოლიტიკის იდეოლოგიური მდგენელები ადგილზე იყო და ამ იდეოლოგიური პერსპექტივებიდან ხდებოდა ერთმანეთთან კამათი. დღეს ჩვენ არ გვაქვს სწორედ ეს არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს იდეოლოგიური კამათი
თუ არ გავითვალისწინებთ ამ ბოლო პერიოდში პოლარიზაციის პარალელურად გაჩენილ ასე ვთქვათ ვოუკიზმისა და კონსერვატიზმის დაპირისპირებას. თუმცა ამ ვოუკიზმისა და კონსერვატიზმის დაპირისპირებაში ერთადერთი ელემენტი ჩდება ხოლმე, ხო? ანუ ძირითადად საუბარი მიდის მან კულტურულ დღის წესრიგზე, კულტურულ განსხვავებულობაზე, კულტურული, ესე ვთქვათ, ყოფის და კულტურული პოლიტიკის განსხვავებულობაზე და ეს საუბრები, ეს დაპირისპირება არ ცდება ამ კულტურულ ასე ვთქვათ, დღის წესრიგს და არ გადადის ხოლმე ვთქვათ სოციალური მოწყობის პროცესებზე, ეკონომიკის საკითხების განხილვაზე და ასე შემდეგ. ხო, ანუ პრინციპში რო ავიღოთ, ხშირ შემთხვევაში ხა შეიძლება რომ დავსვათ ეს ორი მხარეა, დემოკრატები და რესპუბლიკელები, მაგალითად ამერიკაში, ეკონომიკაში და სოციალურ პოლიტიკაში შეიძლება უამრავ რამეში დაემთხნენ ერთმანეთს. როგორ მოაწყობდნენ ცხოვრებას, ხო? მაგრამ ძირითადი განსხვავებულობა საბოლოო ჯამში მიდის იქამდე, რომ აი რაღაცა აი ეს კულტურული ნორმები ადამიანური ყოფისა როგორი უნდა იყოს. გასაგებია. თქვენ ახსენეთ ბეჭდური მედია მე-19 საუკუნე და აი ზუსტად შემდეგი შეკითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ასე იგი ტელევიზიამ ბეჭდური მედია ჩაანაცვლა, იმიტომ რომ მე მაგალითად 2016-ში ჯერ ჩამოვედი საგაზეთე ჯიხური არა, უბრალოდ ბოქსები, რომლებიც ზაჟვარადინებზე დგას, იქ კიდე რაღაც ლიტერატურა იდო. ანუ ფაქტობრივად ადამიანს შეძლო უბრალოდ აეღო უფასო. არის რაღაცა ჯიხურები, სადაც სიგარეტი უფრო იყიდება ვიდრე ბეჭდური მედია. და ეხლა 10 წლის სავზე საერთოდ უკვე ბეჭდური მედიამ დაკარგა აქტუალურობა. ანუ მე ნიუ-იორკის მაგალითზე ვამბობ, შეიძლება უფრო აქტიურად იყოს, თუმცა მე ეჭვება. და ტელევიზიამ ჩაანაცვლა ბეჭდური მედია. ბეჭდური მედია არის ინტერნეტ სივრცეში. ანუ ფაქტობრივად ფიზიკურად გაზეთი უკვე მე მგონი არ ყიდულობს. ვიღაც უნდა იყოს ესეთი უფროსი თაობის და ტრადიციაში ჩვეული დილით ყავასთან ერთად რომ გაეცნოს მიმდინარე რაღაცა ნიუსებს. ტელევიზიამ ჩაანაცვლა ბეჭდური მედია და ეხლა მე ვაკვირდები და ეს ალბათ არ ახალია, რომ ფაქტობრივად ინტერნეტ მედია ანაცვლებს უკვე ტელევიზიას. არ ვიცი, აი თქვენი აზრი მაინტერესებს და საინფორმაციო ველში განსაკუთრებით. რას გულისხმობ? ესე იგი, ფაქტობრივად 15 წუთიანი, 20 წუთიანი რაღაც დაიჯესტები კეთება, ესევე ქვია ინტერნეტ მედია, ინტერნეტ ტელევიზიები, რომლებიც საერთოდ არ გადიან საგარეო სარელეო ხაზზე და მაუწყლობენ ინტერნეტის პროვაიდერის საშუალებით. და ნახვები აქვს ძალიან დიდი, დაფარვიზონოთ ძალიან დიდი და როგორც ჩანს, მაყურებელსაც იზიდავენ და რატომ? მე ამერიკაზე ვიტყვი და ნიუ-იორკზე. აქ ფაქტობრივად სამუშაო გრაფიკი 24 საათში არის 24 საათივე. მიმივხვდით ხო ალბათ, 5 საათი რჩება რომ მოისვენო მოწესრიგ და დაშენო. ესე იგი, შენ ცხოვრების დრაივთან ერთად პარალელურ რეჟიმში ან თვალს ადევნებ პლანშეტზე ან მობილურ ტელეფონზე, ან იღებ ხმოვან ინფორმაციას. და ეს ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი გარემოება, რამაც შეიძლება ინტერნეტ მედიამ შეანაცვლოს ტელევიზია. თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია რომ ასე მოხდეს და მე უბრალოდ სახელმწიფოში იყოს ორი დიდი მედია ან ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დაიყოფა კვოტება და ასე შემდეგ. არის ამის საშუალება? მოცემულობა დავარქვათ. საშუალება, ან გეთანხმებით რომ საშიშროება, არ ვიცი, ანუ ისე მოხდება, როგორც მოხდება, ესე ვთქვათ. ჩვენ დიდი წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა აქ არ გვექნება. ერთი მომენტი არის, ორი მიზეზი აქვს ჩემი აზრით იმას, რატო ხდება ეს პროცესი. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ტელევიზია სულ იქნება, ну, განსაკუთრებით ისეთი კონტენტის ნაწილში, როგორც არის მაგალითად სპორტი, როგორც არის მაგალითად რაღაც გასართობი დიდი მეგა შოუები და ასე შემდეგ, იმ ნაწილში
ეს მაინც ინტერნეტ სივრცეში ვერ გადავა, იმიტომ რომ ამას დიდი ფული უნდა, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ისევე როგორც მაგალითად, ტელევიზიის გამოჩენამ ვერ მოკლა კინო, ხო? კინო გულისხმობ, ასე ვთქვათ, კინოთეატრში წასვლა და დიდი ეკრანი ვერ მოკლა და ასე შემდეგ. თავისი ადგილი დარჩა. შეიძლება ისეთი ინტენსიური აღარ არის კინოთეატრებში სიარული, ვთქვათ, როგორც ადრე იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავისი ადგილი დარჩა. მით უმეტეს კინოინდუსტრიაში თავისი ადგილი აქვს კინოს, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ გვიან გადადის რაღაც ახალი გამოსული ფილმი, ლეგალურად ყოველ შემთხვევაში გვიან გადადის სატელევიზიო ეთერში. მანამდე მან უნდა მოიაროს ეს ის რა ქვია მაგას. კინოთეატრები და კინოგაქირავება, ხო? შესაბამისად, რაღაცა ამ ტიპის ელემენტი ტელევიზიას ალბათ დარჩება, მაგრამ ცხადია, რომ საკმაოდ სერიოზულ კონკურენციას განიცდის ტრადიციული მედია საინფორმაციო ველზე. განსაკუთრებით საინფორმაციო ველზე, სადაც ჩნდება მაგალითად თქვენ, უამრავი ვინმე სხვა, ვინც ქმნის მედიალურ კონტენტს ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება შეიძლება დააპაუზოთ ახლა ჩვენ საუბარს, შეიძლება თავიდან ბოლომდე ადამიანებმა ვერ მოусმინონ, გააპაუზონ, შემდეგ გააგრძელონ და ასე შემდეგ. ხო, აქედან გამომდინარე არის ორი გამომწვევი მიზეზი, რატომ ხდება ეს საკითხი. ერთი ეს არის მოხმარების კულტურა, რომელიც შეცვალა მედიამ, რომელიც შეცვალა ინტერნეტზე დაფუძნებულმა მედიამ, რაც ვახსენეთ, რომ შემიძლია მოусმინო, როცა მინდა, გადავახვიო. ავაჩქარო, რა ძალიან საინტერესო კომპონენტია, ხო? რაღაცა 2 საათიანი ვიდეოა, დავაყენებ 2x-ზე და 1 საათში მოვისმენ ამას ყველაფერს და ჩემთვის ეს ესე თქვა კომფორტულია, იმიტომ რომ რაღაცა ნაკლებ დროს დავხარჯო, მეორე კიდე კონტენტისთვის დამრჩება დრო და ასე შემდეგ. მას ტელევიზიაში ვერ ვიზა. მოხმარების კულტურა რა თქმა უნდა არის და მეორე რაც თავარია მეინსტრიმ მედიამ, ასე ვთქვათ, ტრადიციული მედია იმდენად შეეკრა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ისტებლიშმენტს თავის დროზე და ხოლო ამ პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა იმდენად დაკარგა საზოგადოების ნდობა და ამან ჩაიყოლა შემდეგ უკვე მედია, რომ ადამიანებმა დაიწყეს ალტერნატიული წყაროების ძებნა. ალტერნატიული ინფორმაციის ძიება, რომელიც ესე ვთქვათ ინდივიდუალურმა ადამიანებმა უფრო ესე ვთქვათ დამაჯერებლად მიაწოდეს ხალხს, ესე ვთქვათ მაგალითად იმ მეინსტრიმული მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე საინტერესო და სანდო გახდა ძალიან ბევრი კონტენტის შემქმნელი ინტერნეტ სფეროში. ამიტომ ამან ეს მეორე ძალიან ფუნდამენტური საკითხია, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის ტრადიციულ მედიას, ნდობის საკითხი, საზოგადოების უნდობლობა, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ტრადიციული მედიისთვის და ამას როგორ გაუძლებს, ასე ვთქვათ, ტრადიციული მედია, ეს დიდი კითხვის ნიშანია, იმიტომ რომ თუ პირობითად ტექნიკურად შეიძლება ტრადიციულმა მედიამ ხარი აუბოს იმ ცვლილებებს, რომელიც ტექნიკურად ხდება მედია სფეროში და თვითონაც გააკეთოს, აი ჩვენც ვაკეთებთ პოდკასტებს და კიდე სხვა მედია საშუალებები აკეთებენ იგივე კონტენტს ინტერნეტ სივრცეში, თუ ეს შეიძლება რომ გააკეთოს ტრადიციულმა მედიამ, თავარი რა პრობლემის წინაშეც ტრადიციული მედია შეიძლება აღმოჩნდეს, იმის ტექნიკური პარამეტრები შეცვალოს, არის ის, რამდენად შეძლებს უფლდეს ამ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დაკვეთისგან, რომელიც არსებობს ტრადიციული მედიის მიმართ, ხო? რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური დაკვეთა უკვე ნელ-ნელა ინაცვლებს ინტერნეტ სფეროშიც, აი ეს ინფლუენსერების დაქირავება საკუთარი პოლიტიკური კამპანიის შემდეგ, აქაც მიდის, იმიტომ რომ სადაც ყურადღება იქ მიყვება პოლიტიკური ინტერესით, ცხადია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ არსებობდეს, ასე ვთქვათ, ინტერნეტ სივრცეში ის ადამიანები, ის კონტენტის შემქმნელები, რომლებიც უფრო მეტ, ასე ვთქვათ, ნდობას იმსახურებენ საზოგადოების მხრიდან, ვიდრე ტრადიციული მედიები. გიორგი, ეხლა მე მსურს ასეთი რამ, უფრო ტექნიკურ პროგრესული თემა მინდა შემოვიდანო, ხელოვნური ინტელექტი. კი ბატონო. რა როლს ითამაშებს ეს ხელოვნური ინტელექტი ტელევიზიებში და რას გულისხმობ? უამრავი მედია პროდუქტი იდება, სადაც ხელოვნური ინტელექტი ფაქტობრივად ანაცვლებს ადამიანს. ეს როგორც მინდა ტექნიკურ მომენტში და ესთეტიური მხარითაც
აი მაგალითად ყველაზე მაგალითისთვის მოვიტან ბოლო ავატარი. ფაქტობრივად სახიობებს მოუწიათ კამერის მიღმა თამაში, უკვე მათი სახეც აღარ არის გამოხატული, ციფრულად არის აწყობილი, ანუ დედანი აქვს აღებული რაღაც მომენტი და იმაზე მე აგებული არის მთელი, მე მგონი ქრონომეტრაჟი არ მახსოვს, არ მომეწონა, აქვე ვიტყვი, ძალიან ისეთია ჩემთვის. მაგრამ დაპირობითად 3 საათიანი სიუჟეტი. ფაქტობრივად იყო თქვენ იცით ის სკანდალი 2 წლის წინ, როცა ხელოვნურ ინტელექტს ედავებოდნენ სცენარისტების გილდია, იმიტომ რომ უკვე სცენარების დაწერა დაიწყო ხელოვნურმა ინტელექტმა და იქ იყო საუბარი, რომ მალე უბრალოდ არტისტებისგან აიღებენ უფლებას, რომ მათი სახე აიწყოს ციფრულად და განათავსონ კინოში. ფილმებში, კონკრეტულ ფილმებში ათამაშონ ესე თუ სიუჟეტი ისე, რომ ამ მსახიობს საერთოდ არ მოუწევს გადასაღებ მოედანზე ყოფნა. და მაინტერესებს აი ტელევიზიაში, მე არ ვამბობ, რომ დაუშვათ წამყვანები იქნებიან ციფრულები, მაგრამ ხო შეიძლება მთელი მედია ბადე აეწყოს ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც გაკონტროლებაც არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება. მართლა უკვე წმინდა წყლის ამ ტელევიზიის უკან მდგომი ადამიანთა ჯგუფის უბრალოდ სურვილზე იქნება. იმიტომ რომ ციფრია რა. კი ბატონო, ანუ შეიძლება რაღაცა მომენტში ვიხილოთ ახალგაზრდა დენირო ისევ ეკრანზე, რა. ნუ ხა ეს ვორტინგტონი არ არის, მეორეა, ის ფაქტობრივად პირველი ავატარიდან არ შეცვლილა, ერთი პირია და იმას არც ასაკიეთყობა, არაფერი გადაციფრულებულია, გადამულტიპლიკაცირებულია. კი ბატონო, ანუ კი, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, ტექნიკურად ეს ახლაც შესაძლებელია და უკვე, ანუ იმ ხელოვნური ინტელექტის იმ მიღწევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს აქვს, აბსოლუტურად თავისუფლად შეიძლება ჩვენ გარკვეული ინფორმაცია შევიყვანოთ მასში, ანუ მაგალითად ველზე მოპოვებული რაღაც ინფორმაცია შევიყვანოთ, მე ამ შემთხვევაში უკვე საინფორმაციო საქმიანობას გულისხმობ, რომ გარკვეული ველზე მოპოვებული ინფორმაცია შევიყვანოთ მასში, მოვთხოვოთ ამ ინფორმაციის შესაბამისად ტექსტის დამუშავება, აწყობა და შემდეგ ამ ტექსტის წაკითხვა და გენერირება მათ შორის, ასე ვთქვათ, ადამიანური გამოსახულების, რომელიც ამას ყველაფერს მოგვიყვება. ეს უკვე გაკეთებადი ამოცანაა, ესე ვთქვათ და არ ვიცი, შეიძლება ვინმე აკეთებდეს კიდევაც. არ შემხვედრია ჯერ, მაგრამ შეიძლება ვინმე აკეთებდეს. მაპატიეთ გიორგი, მე როცა კადრები ხვდება, ანუ შიდა სამზარეულოდან, რომელიც გამოდის საეთეროდ, მე ვხედავ, რომ სარედაქციო იმაში სივრცეში 10-15 ხანდახან უცი პიროვნება, რომელიც კომპიუტერთან ზის და ყოველი კონკრეტული გადაცემის წინ მასალას ამზადებს. წარმოიდგინეთ, რო არ დაჭირდება უბრალოდ, აი ჯემინი ავიღო. კი, რა თქმა უნდა და ალბათ რაღაცა მომენტში ასეც იქნება, რომ რაღაცა ტიპის ინფორმაციის დამუშავების ნაწილში, ტექსტების აწყობის ნაწილში და ასე შემდეგ ეს ასე ვთქვათ პროდუქტის შემოვა და ამას ვერაფერს ვერ უზავთ. ეს ისა ლოგიკა არის, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური განვითარების. და შესაბამისად, ესე იგი, ეს შეიძლება ვინმე აკეთებდეს კიდევაც, აღარ მახსენე. ხდება ხოლმე მაგალითად, ანუ აი ხშირად შემხვედრია მერშაიმერის ლექცია, რომელიც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს ჩემში, ის არის თუ არა, იმიტომ რომ ზოგჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ახალ რაღაცას ლაპარაკობს, არ ვიცი. ანუ არის ხოლმე ესეთი შემთხვევები. რომ ხმაც ძალიან გავს, ვიზუალი ძალიან გავს ასე შემდეგ და არ ვიცი რომ მართლა ის არის თუ არა. თან შინაარსიც არ არის ისეთი აბსტრაქტული მისი, ასე ვთქვათ, თხრობის, ანუ მისი ნარატივებიდან და ამიტომ ძალიან რთულია გაერკვე მართლა ის არის თუ არ არის ის და შეიძლება ხმა ქონდათ ჩაწერილი და უბრალოდ ვიდეო დაადეს რომ უბრალოდ გაეცოცხლებინათ ასე შემდეგ, რთულია ხოლმე ამის გაგება. შეიძლება ეს უკვე მუშაობდეს კიდევაც. მაგრამ მე მაინც ესე მგონია, წეღან რაზეც ვლაპარაკეთ, ანუ წინა პასუხთან უნდა დავბრუნდეთ. აქ პრობლემა ისევ დადგება ნდობის საკითხთან მიმართებაში. ჩვენ ადამიანებს ინფორმაცია მაინც გვინდა რომ მოგვითხრონ ადამიანები. ჩვენ შემოქმედება გვინდა ადამიანებისგან და ანუ ფილმი, რომელიც მთლიანად ხელოვნური ინტელექტით იქნება გაკეთებული, ნუ კარგით, ერთხელ შევხედავთ რაღაცა მეორე შეიძლება აღარ მოგვინდეს ამის ყურება. დიდი ვარაუდით. მე ესეთი ეჭვი მაქვს ადამიანებთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს უნდათ ცოცხალი ადამიანების მიერ მოთხრობილი ამბის მოსმენა და ყურება იმ შემოქმედებისა, რომელსაც ცოცხალი ადამიანი ქმნის. იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული
ინფორმაცია საბოლოო ჯამში ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ამბობენ რომ მომავალში შეიძლება შექმნას ახალი ცოდნა, მაგრამ ამ წუთას ყოველ შემთხვევაში ძირითადი ნაწილი მაინც იმაზე მეტყველებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ინფორმაცია და თუნდაც ნებისმიერი კონტენტი ეს არის უკვე არსებული ცოდნა, უკვე არსებული ასე ვთქვათ ინფორმაციის და უკვე არსებული ვთქვათ კომპოზიციების კვლავ გამეორება და იქიდან გენერაცია რაღაცა მსგავსის და არა ახალი შემოქმედებითი პროცესი. და ახალი შემოქმედებითი პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის. რაც არ უნდა ცუდი, ესე ვთქვათ, ხელოვნების ნიმუში იყოს, მაინც რაღაცნაირად ის უფრო სავარაუდოდ ის უფრო მნიშვნელოვანი იქნება ადამიანებისთვის, ვიდრე ვთქვათ ხელოვნური ინტელექტის მიერ რაღაცა მიბაძვებით და არსებული, ესე ვთქვათ, არსებულ ცოდნაზე დაფუძნებული რაღაცა გენერაცია. ამიტომ კი, ეს ჩემი აზრით ეს იქნება ძალიან კარგად გამოყენებული, მეც ვიყენებ ხოლმე, ეს გამიკეთებია რომ ძალიან მეხმარება მაგალითად ინგლისურიდან თარგმნის პროცესში, იმიტომ რომ რაღაცა ვაკეთებინებ იმ სკრიპტს, უსმენს და 5 წუთში მაძლევს თელ სკრიპტს იმისა, რაც ჩავწერე, მაგალითად საათნახევრიანი ვიდეოს სკრიპტი შეუძლია 5 წუთში მომცე, შემდეგ ეს მითარგმნოს, მე ანუ მაგალითად აი Gemini იმდენად კარგად თარგმნის უკვე ქართულად, რომ მინიმალური რედაქტირება სჭირდება იმას ქართულ ენაზე. და მასე შემდეგ. გამიხმოვანებია კიდევაც იმის რა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ანუ მაგალითად კლონირება გამიკეთებია ჩემი რესპონდენტის ანუ ინგლისური ტექსტს რომ ყვება ჩემი რესპონდენტი, შემდეგ იმის კლონირება და მისივე ხმით ქართულად გამიხმოვანებია პირობითად. და საინტერესოა ეს ყველაფერი, თუმცა ანუ რეაქცია მახსოვს, რომ რამდენიმე რეაქცია იყო თუნდაც ასეთ კონტენტზე, სადაც თქვა კლონირებული ხმა გამოვიყენე რესპონდენტის, რომ რა გაგიჭირდათ, კაცო, ცოცხალი ადამიანის მიერ რო გაგეხმოვანებინათ ეს კონტენტი. ანუ არის, ანუ ეს მომენტი ადამიანებში, რომ რაღაცა ხელოვნურია, რაღაცა ტყუილია, ასე ვთქვათ. ანუ ხელოვნური ხო თან ტყუილია რაღაცნაირად და აი ეს მომენტი რა თქმა უნდა არის და ალბათ სულ იქნება, არ ვიცი, იმიტომ ადამიანებს მაინც ეს ცოცხლი. ჩვენ მით უმეტეს ხო ის არის, რომ ხელით უნდა შეეხო რაღაცას. ანუ ბოლოს ხო ძალიან დიდი ნაწილი მაღაზიებშიც მაგიტოდადის, რომ ხელით შეეხოს პროდუქტს, რომელსაც ყიდულობს, ხო? თორე ყველაფრის გამოწერა შეიძლება უკვე და გამარტივება ცხოვრების, მაგრამ მაინც ეს მომენტი, რომ მე უნდა ვნახო როგორია, როგორ მომეწონა ფერი როგორია და ასე შემდეგ, ხო? ეს მომენტი იქნება სულ ალბათ ცოცხალი ადამიანებში. მახარებს ეს ამბავი გიორგი, იმიტომ რომ შეიძლება ხილულ მომავალში ეს მაინც ვნახოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში კიდე ცოცხალი ხალხი იქნება ჩვენს წინაშე. ასევე მნიშვნელოვანი თემა ცენზურა. დიახ. მედია ცენზურა. თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ რიგ ევროპულ ქვეყნებში, ავსტრალიაში როგორც უფრო მართებულია თქვენ უკეთ განმარტეთ, შემოიღეს ცენზურა, არის +15, არის +18. და ეს არის დეკლარირებული იმ აზრით, რომ მოზარდების აზროვნება არ გადავტვირთოთ, ანუ აგრესიული კონტენტიდან და მათ უფრო მეტი დრო გქონდეთ დაუშვათ თვითრეალიზაციაზე, ცოდნაზე და ასე შემდეგ. უბრალოდ სამყარო აღიქვან ბუნება და ასე შემდეგ და ამაში ცუდი არაფერი არ არის, ეს არის წმინდა წყლის ალტრუისტული იდეა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მოდელი შემდეგ განვითარდება, გადავა ზოგადად ცენზურის ფართო მოხმარებაზე და ჩვენ ვიცით ქვეყნები, რუსეთში ვიცით, რომ ბევრი რამ დაცენზურებული არ შეიძლება თქმა, მით უმეტეს ამ უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, ავსტრალია ვახსენე, ბრიტანეთში ისიც ვიცით, რომ დაუშვათ, როცა გამოსვლები იყო შაშან და შეეძლო ადამიანს უბრალოდ თავის მედია პლატფორმაზე, უბრალოდ მედია სივრცეში თავის აზრი დაეფიქსირებინა, მოდიოდნენ და იჭერდნენ და ასე შემდეგ. და მე ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად ეს მოზარდების დაცენზურება მივა იქამდე, რომ ზოგადად ეს შეზღუდვები გადაედება სახელმწიფოს, იმიტომ რომ მე ესე ვხედავ, რომ ამ თანამედროვე გადაფორმატირებულ სახელმწიფოში მართველი გუნდი ხედავს საშიშროებას, რომ შესაძლოა მედია სივრცეში განვითარებულმა აზმა
გამოიწვიოს ოპონირება, რაც გამოიწვევს საბოლოო ჯამში მათ შეცვლას, გადაყენებას, გადადგომას, ან კიდევ უარეს რაც ჩვენ ბოლო წელიწადში ვნახეთ. როგორ ფიქრობ? რა შეიძლება ამას მოყვეს და რამდენად ეს საერთოდ გამართლებული ნაბიჯია დაცენზურება? ხო, ანუ ერთი მომენტია, ანუ არსებობს რაღაცა გარკვეული ცენზურას აქვს თავისი რაღაც გარკვეული ლეგიტიმაციაც. თავის მხრივ. როდესაც მაგალითად პირობითად ავიღოთ შენ ხედავ ანუ რაღაცა ისეთი ნარატივების გავრცელების საფრთხეს, რომელმაც შეიძლება მართლა საზოგადოების შიგნით გამოიწვიოს რაღაცა არასწორი პროცესები და ასე შემდეგ. ხო, აქ არის რაღაცა არსებობს რაღაცა დასაშვებობის ზღვარი, ასე ვთქვათ, ხო? ამის გარდა ხა ჩვენ გვახსოვს წარსულშიც ცენზურის ელემენტები იყო გამოყენებული როგორც საბჭოთა კავშირში, ისე დასავლეთში, ანუ ერთმანეთთან ბრძოლის ნაწილში და სხვა ელემენტებიც იყო, აი მაგალითად რო ავიღოთ, ხო, ანუ ესე ვთქვათ, ჩვენ გვახსოვს საბჭოთა და ქართული კინო, ხო? და ბევრი შედევრი, რომელიც მაშინ იყო და შექმნილი იყო და კიდე ამბობენ რომ უამრავი ფილმი გადაღებულა იმ ეპოქაში და უბრალოდ ცენზურამ არ გაუშვა. და ასე შემდეგ, ხო, ანუ აქ ცუდი კონოტაციით არ ვამბობ ამას, იმიტომ რომ მართლაც და ისე ვთქვათ, ჩვენ გქონდა ესეთი გამოცდილება საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომ უთხარით სცენარების კონკურსი გამოვაცხადეთ. რეალურად ყველა სცენარი, რომელიც შემოვიდა ის რომ გადაგვეღო, აბსოლუტური სიგიჟე იქნებოდა მხოლოდ. ანუ ძალიან არასწორი წარმოვიდგენია. დიახ, ანუ ყველაფერს არ შეიძლება ხელოვნება ეწოდოს, ხო? ანუ ყველაფერს არ შეიძლება შემოქმედება ეწოდოს და ამიტომ ყველა ვინც იტყვის რომ მე სცენარი დავწერე და მე ყველა ვინც იტყვის რომ მე ნახატი დავხატე, ყველაფერს ჩვენ ვერ უწოდებთ რაღაცა იმას და ამისთვის არსებობენ რაღაც გარკვეული კომისიები, რაღაც გარკვეული ჯგუფები, რომელიც ადგენენ რა არის მართლა ხელოვნება და რა არ არის და ვთქვათ რა ჭირდება იმ მომენტში კონკრეტულად საზოგადოებას. აი მაგალითად რო ავიღოთ, ხო, ანუ როდესაც სახელმწიფო აფინანსებს რაღაცა ფილმების გადაღებას, მე მგონია სწორად რომ ამ სახელმწიფომ თან უნდა თქვას რატო აფინანსებს ამას, რისთვის, რა ტიპის ნარატივების პოპულარიზაცია სჭირდება და როგორ. იმიტომ რომ ჩვენ გამოდის რომ მოცემულობა ასეთი გვაქვს, რომ ჩვენ არ ვადგენთ ამას თითქოს. ჩვენ არ ვითხოვთ თითქოს ამ შემოქმედებითი პროცესიდან რასიც ფულს ვიხდით. გარკვეული ნარატივების პოპულარიზაციას, რომელიც შეიძლება ჩვენ სახელმწიფოს სჭირდებოდეს, მაგრამ მეორე მხარე მხოლოდ ამ ნარატივების პოპულარიზაციაში იხდის ფულს. ხო, ანუ წეგან Netflix-ი რო ვახსენეთ და არა მხოლოდ Netflix-ი, არამედ აქაც საქართველოშიც ძალიან ბევრი ასე ვთქვათ კონტენტი იქმნებოდა, მედიალური კონტენტიც, მათ შორის გარედან დაფინანსებით, რომელსაც კონკრეტული ნარატივების პოპულარიზაციის ამოცანა ჰქონდა. ამიტომ აქ დიდი ესეთი ვთქვათ სერიოზული სამსჯელოა, სადამდე შეიძლება რას გავყვეთ, რა შეიძლება შევზღუდოთ და რა შეიძლება არ შევზღუდოთ. ეს ერთი მომენტია. მეორე მომენტია თვითონ ის კონკრეტული ამბავი, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ 15 წლამდე თუ 18 წლამდე ადამიანებს შეუზღუდოთ რაღაც გარკვეული კონტენტზე წვდომა. მე ეს კარგად არ მესმის, როგორ უნდა მოხდეს ტექნიკურად დღევანდელ დღეს. ან ჩვენ შეიძლება აბსოლუტურად კეთილი სურვილები გქონდეს, რომ დავიცვათ ბავშვები რაღაც პროცესიდან და ასე შემდეგ, ხო? ანუ მაგრამ ყველა ვიყავით ბავშვი და ყველამ ვიცით, რომ რაღაცას რო დაგიშლიან, მე ყოველთვის ეძებ იმ გზას, როგორ აიცილო თავიდან ეს დაშლილი პროცესი და როგორ გააკეთო მაინც ის რაც შენ გინდა. ანუ ჩვენ მე მგონია რომ უბრალოდ ვერაფერს ვერ გავხდებით, აი ამ ეგრეთ წოდებული აბზალვებით, რომ სოციალური მედია არ გამოიყენონ. პრობლემები ნამდვილად გვაქვს, პრობლემები გვაქვს ახალგაზრდებში, იმიტომ რომ ის ქცევის კულტურა უკვე რომელიც ყალიბდება სოციალური მედიიდან გამომდინარე, სკროლვა, პოსტების კითხვა, ასე შემდეგ, ეს ანადგურებს კითხვის კულტურას, მოსმენის კულტურას, კონცენტრაციას უნადგურებს ამ ბავშვებს და ასე შემდეგ, ეს პრობლემები ნამდვილად არის. მაგრამ აქედან გამოსავალი რამდენად არის ფიზიკურად შეზღუდვა იმის, რაც ვერ შეიზღუდება თან, იმიტომ რომ არ ვიცი ხა ტექნიკურად ამდენი ცოდნა არ მაქვს, მაგრამ როგორც მესმის ინტერნეტ სფეროში რაღაცები შეზღუდვა არც ისე მარტივი ამბავი არ არის და სულ არსებობს ინსტრუმენტები იმისა, როგორ აუარო გვერდი გარკვეულ ასე ვთქვათ შეზღუდვებს, რაც შეიძლება ინტერნეტ სფეროში არსებობდეს. ამიტომ ალბათ უფრო სხვა მიდგომებია აქ საჭირო
ჩვენ აი ეს პრობლემა გვაქვს, რომ ჩვენ ახალგაზრდებთან, ასე ვთქვათ, უფროსი თაობის წარმომადგენლებს რაღაც კონტაქტი გვიჭირს, ვერ კომუნიცირებთ, ვერ ვამყარებთ კონტაქტს წესიერად. განათლების სისტემებში სერიოზული კრიზისია, არა მარტო ჩვენთან, არამედ იქ, სადაც თქვენ ხართ, იქაც და ევროპაშიც სერიოზული კრიზისია განათლების სისტემაში. იმ განათლებას არ ვაძლევთ, განათლებასაც უნდა ვაძლევდეთ ამ ახალ თაობას. რაღაც თვალსაზრისით არც კი ვიცით როგორ უნდა მივცეთ ეს განათლება, რა არის ის განათლება, რის მიცემაც გვინდა და ესეც კარგად არ გვესმის და ეს პრობლემები უფრო საზრუნავია და უფრო საფიქრალია, რომ როგორ დავამყაროთ კონტაქტი, რა არის განათლება დღევანდელ 21 საუკუნეში და როგორ უნდა მივცეთ ეს განათლება ახალგაზრდებს, ვიდრე ის რომ უბრალოდ შეუძღუდოთ მათ ესე ვთქვათ Facebook-ზე წტომა ან ნებისმიერ სხვა სოციალურ მედიაზე წტომა, იმიტომ რომ იქ უამრავ პრობლემას ვაწყდებით აი ამ ქცევით, რომელიც სოციალურ მედია იწვევს, მაგრამ ეს არ არის მე მგონი გამოსავალი. და ბოლოს წინა შეკითხვა, გიორგი, რაც შეეხება მედია პროექტებისა და რაღაც კონტენტების დაფინანსებას, გრანტების მეშვეობით. მე გულისხმობ არა შიდა გრანტებს, არამედ გარე გრანტებს, სახელმწიფოს გარე. რაც ფაქტობრივად ხდება აგიტაციის პირდაპირი წყარო და ესეთი კარგი საშუალებაა, იმიტომ რომ ტელევიზიაზე თუ ვერ გახვალ, დავუშვათ რადიო მაუწყებლოზე ვერ გახვალ, არის ადამიანთან დაინტერესებული ჯგუფი, რომელიც ასე თუ ისე იზიარებს ამ საგარეო ვექტორს და შეიძლება იქ დოზირებულად, მიზანმიმართულად ესე იგი თანხის გაშვება და შემდეგ იქნება ასე თუ ის პროექტი, რომელიც საერთოდ არ ემსახურება არც სახელმწიფოს, არც სახელმწიფოს განვითარებას, არც აღზრდას, არც მორალს და არც ასე შემდეგ. აი მიღებული არის ესეთი კანონი აგენტის, ხო? მე ესე ვიცი. აგენტი არა, როგორ არის გართულს რო ქვეყნის ინტერესების გამტარება. ქვეყნის გასაგებია. აი ამ შემთხვევაში შესაძლოა რომ აი ამ კანონით დარეგულირდეს ეს მსგავსი ტრანშები? ისე რა ბოლოს კიდე ეხლა ბოლო ცვლილებები კანონში უკვე პირდაპირ გრანტის შინაარსსაც ეხება და ვალდებულებებს იმისა, რომ გრანტის მიმღებმა, ასე ვთქვათ, განმარტოს რისთვის იღებს გრანტს. უნდა მიმართოს ხელისუფლებას და უნდა ისე კარგად არ მახსოვს, შეიძლება შემეშალოს, ამიტომ ზუსტად ვერ ვიტყვი, მე მგონი ხელისუფლების მხრიდან რაღაც გარკვეული თანხმობაც უნდა იყოს ამ გრანტის მიღებაზე. ყოველ შემთხვევაში რომ გრანტი რომ მიიღო და რისთვის მიიღო ამის ვალდებულება რომ გაუჩნდა გრანტის მიმღებს, ეს ფაქტია. და ნებისმიერი გრანტის თან უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ასე ვთქვათ, 20%-ია ეს მისი შემოსავლის თუ არა. ანუ პირველ კანონში ეს იყო, როდესაც ვთქვათ 20%-ს თუ აღემატებოდა ქვეყნის გარედან შემოსული თანხები, ამ შემთხვევაში უნდა ეცნობებინა, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელია, ასე ვთქვათ. და ახლა უკვე საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერი ტიპის დაფინანსების გარედან მიღების შემთხვევაში მათ შორის თუნდაც ინდივიდუალური გადმორიცხვა იყოს, თუ ეს მოხმარდება საზოგადოებრივ პოლიტიკური საქმიანობას, ამ შემთხვევაში უნდა ეცნობს ხელისუფლებას, რომ ის ამ თანხას იღებს. ამან რა თქმა უნდა შეიძლება იქონიოს ამ პროცესზე გავლენა, რომელსაც თქვენ ამბობთ, თუმცა ეს ორგანიზაციებიც ცდილობენ, რომ რაღაც მოძებნონ გამოსავალი, სადაც რეგისტრირდებიან სხვა ქვეყანაში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლოს ალბათ ის გამოსავალი შეიძლება ნახონ, რომ უბრალოდ სხვა ქვეყანაში შექმნან რაღაც პლატფორმები, მედია პლატფორმები და იქიდან იმაუწყებლონ ქვეყნის ტერიტორიაზე. ანუ ჩემი აზრით კი რაღაცა თვალსაზრისით ეს ხელს შეუშლის გავლენების გავრცელებას ქვეყანაში, ასე ვთქვათ, და ინსტრუმენტი გაჩნდება კონტროლის მექანიზმების და ასე შემდეგ, მაგრამ სრული აღმოფხვრის შესაძლებლობა ამას არ ექნება. აქ ჩემი აზრით უფრო საჭიროა, რომ ხელისუფლება სხვაგვარად მოქმედებდეს დამატებით. ერთი რომ ხელისუფლებამ უნდა გააჩინოს საკმაოდ აქტიური და ეფექტური შიდა რესურსი დაფინანსების, ორგანიზაციების დაფინანსების, რომელიც აქ იმუშავებენ, რომელიც შექმნიან, ასე ვთქვათ, აზრს, ალტერნატიულ აზრს, ვიდრე ამ 30 წლის განმავლობაში
მეინსტრიმული აზრი იყო და არის ჯერ კიდე ამისაც ალტერნატიული აზრის შექმნა არის ასაფინანსებელი უთუოდ. ამის გარდა არის უნდა გაუჩნდეს ადამიანებს იმის განცდა, ვინც აქამდე ამდენი ხნის განმავლობაში გარე რესურსზე იყო დამოკიდებული, რომ არსებობს ქვეყნის შიგნით რესურსი, რომელიც მათ დაასაქმებს, რომელიც მათ რეალიზებას მოახდენს. მათ შორის იმ ადამიანებს, რომელიც სხვადასხვა ინტერესით ერთიანდება, ხო? ანუ ჩვენ ხო ერთია რომ აუცილებელია დასაქმების განვითარება, დასაქმების შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც რაღაცა პროფესიის მატარებელია და დასაქმების მაძიებელია და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მეორეა, როდესაც ადამიანებს გარკვეული ინტერესები აქვთ, რაღაცა კონკრეტული თემის პოპულარიზაცია უნდათ, ქვეყნის შიგნით საინტერესო მაგალითად, ხო, რაღაც ისეთი და აი ძალიან უტრირებულად კაქტუსის მოყვარულთა საზოგადოება უნდა რომ შექმნას და ამ კაქტუსის მოყვარულთა საზოგადოების შესაქმნელადაც რესურსი ქვეყნის შიგნით უნდა არსებობდეს და არა გარედან მოდიოდეს ფული. ეს აუცილებელი ელემენტია, რომ არსებობდეს ესეთი სუვერენული თანხები, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს შიგნით სხვადასხვა ინტერესის დასაკმაყოფილებლად. და მათ შორის მედია კონტენტის შესაქმნელადაც, რომ ამას ყველაფერს ალტერნატიული, ასე ვთქვათ, ინფორმაცია დაუპირისპიროს. და ამასთან ერთად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბოლოს და ბოლოს არის განსასაზღვრი ის თუ რეალურად რა გვინდა, როგორ გვინდა და როგორ უნდა მივახციოთ ამას ყველაფერს, ხო? ანუ პრინციპში რა ვთქვათ, აი ოპონენტებს, ასე ვთქვათ, ხო? ანუ აი ამ ასე გლობალისტებს, როგორც ხშირად ეძახიან ხოლმე, თავისი ნარატივი აქვს, თავისი მიზანი აქვს, თავისი გზები აქვს ამ მიზნის მიღწევის და ასე შემდეგ. არიან საკმაოდ აქამდე იყვნენ ყოველ შემთხვევაში ძლიერი კომიუნიტი, რომელიც ერთმანეთს მხარს უჭერდა, აძლიერებდა და ასე შემდეგ და მათ ასე ვთქვათ, მეორე მხარეს მყოფ საზოგადოებას ეს ინსტრუმენტები არ აქვს, ამ დრომდე არ აქვს, კარგად გააზრებული არ აქვს რა პროცესში ვართ. როგორ შეიძლება მაგალითად სუვერენიტეტი თანამედროვე ყოფაში, ეს რას ნიშნავს და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის კარგად გასააზრებელი, კარგად დასალაგებელი. მოკლედ რაღაც ცოდნის ინსტიტუციური ფორმები არის შესაქმნელი, რაზეც უდაოდ სამუშაო გვაქვს, ასე ვთქვათ და რაზეც მათ შორის მედიას აქვს სამუშაო, მათ შორის ესე ვთქვათ აკადემიურ სივრცეს აქვს სამუშაო და პირველ რიგში რა თქმა უნდა ხელისუფლებას აქვს სამუშაო. ძალიან კარგი. და გიორგი, ბოლო შეკითხვა. ეხლა ძალიან აქტუალური არის ესეთი პრემიერ-მინისტრმა შემოგთავაზა დებატების ფორმა. დიახ. და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ მე რასაც უყურებ ეხლა ჩემს Facebook გვერდიდან გამომდინარე ამ Facebook სივრცეში რა ხდება, YouTube-ზეც ბევრი განსხვავებული აზრი დაიდო იმის შესახებ, რომ საერთოდ დებატებს აზრი არ აქვს. რომ ეს არის დადგმული, მოწვეული ოპონენტები ფაქტობრივად თავიანთ უკამდგომ დაფინანსებულ ჯგუფთა ინტერესებს აჟღერებენ და ვერანაირად უნისონში ვერ მოდიან ხელისუფლების მხრიდან მოსულ პირთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ პრემიერ-მინისტრთან და მაინტერესებს თქვენი აზრი. მე მახსოვს, რომ თქვენ ადგილობრივი არჩევნების წინ თქვენ თვითონ მიყავდათ დებატები. მერის არჩევნები იყო, სწორედ მახსოვს, ხო? აი, რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? ეს გარკვეულად უნდობლობა, ხშირ შემთხვევაში ცინიკური დამოკიდებულება, ამას საფუძველი აქვს თუ უბრალოდ ეს დებატები იმდენად გაყალბებული იყო ადრე, რომ უბრალოდ ხალხი ვერ ეჩვევა აი ამ ფორმას. ნახეთ, უფრო გაყალბებული კი არ იყო, იმდენად დაცლილი იყო პოლიტიკური შინაარსისგან და გადასული იყო უბრალოდ ერთმანეთის მიმართ ბრალდებებში და ასე ვთქვათ, ერთმანეთის ლანძღვაგინებაში, რომ ანუ შოუში იმდენად იყო ეს ყველაფერი გადასული, რომ უბრალოდ აი ეს პირობითად აკადემიური, აბსოლუტურად აკადემიური ფორმაც კი რომ შევადგინოთ და მაგალითად რაც არის პირობითად იმავე დასავლეთში, განსაკუთრებით ინგლისში ტრადიცია, რომ უნივერსიტეტებში იმართება ხოლმე დებატები სხვადასხვა პროფესორებს შორის, პოლიტიკოსებს შორის და ასე შემდეგ, ხო? ანუ ესეც კი რომ გავაკეთოთ, ამას შეიძლება თავდაპირველად საკმაოდ მცირე ყურება კონდეს და მცირე ინტერესი გამოიწვიოს. იმიტომ რომ ასე ვთქვათ,
აი ეს კულტურა, რომელიც მანამდე იყო დამკვიდრებული დებატების, საკმაოდ გამჯდარია. ანუ დებატებზე წყალი თუ არ შეესხეს ერთმანეთს ოპონენტებმა, რა დებატებია სიტყვა, ხო? ამიტომ საკმაოდ რთული ამბავია. ჩვენ რასაც ვაკეთებდით, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით კანონის მოთხოვნებისთვის გვეპასუხა, იმიტომ რომ არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ კანონის მოთხოვნები, რომ საარჩევნოდ უნდა მოაწყოს დებატები. და ვცდილობდით, რომ კანონის მოთხოვნებისთვის გვეპასუხა და ამასთან ერთად რაღაცა ტიპის თამაშის წესებში მოგვექცია ეს დებატები და აქედან გამომდინარე ვცდილობდით ამის კეთებას. დღეს რაც არის, ანუ დღეს საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგას, ესე ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკური კლასი, პირველ რიგში ხელისუფლება, იმიტომ რომ ერთის მხრივ დებატებს აქვს თავისი აზრი და მნიშვნელობა. პირველ რიგში დებატების ადგილი ეს არის პარლამენტი. იქ უნდა ხდებოდეს დებატები, მაგრამ პარლამენტში მოგვეხსენება რა მოცემულობაც არის, ერთი ოპოზიციური პარტია, აბსოლუტურად საკუთარი გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ მე მხოლოდ ასე შევხედავდი ამას, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი, ასე ვთქვათ, დღეს უკვე დადასტურებულად არ არსებობს არანაირი საფუძველი, იქ არ იყვნენ ოპოზიციური ჯგუფები. ანუ ის უარი, რომელიც მათ განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, დღეს უკვე ცალსახად ჩანს ჩემი აზრით. შესაბამისად, ის მოცემულობა პარლამენტში რაც არის, მეორე მოცემულობა რაც დგას ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის ის, რომ ხელისუფლება ასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის საერთოდ ლეგიტიმურობას. შესაბამისად, ვის ლეგიტიმურობასაც აყენებ კითხვის ნიშნისკებს, მასთან შეუძლებელია დებატებში დაჯდომა. ეს აბსოლუტურად არასწორი იქნება, თუ ამას გააკეთებს ხელისუფლება, რომ ვის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მასთან დებატებში ჯდება, ეს იქნება შეურაცხყოფა თავად საკონსტიტუციო სარჩელის მიმართ. აქედან გამომდინარე, ამის გაკეთება არ შეიძლება. ნუ მე ასე მგონია, ხო თვითონ იციან, რომ ამას გააკეთებენ თუ არ გააკეთებენ. და ასევე არსებობს გარკვეული ჯგუფი პატარა პოლიტიკური სუბიექტებისა, ანუ მცირე პოლიტიკური სუბიექტებისა, რომელზეც ხელისუფლებამ თქვა, რომ მხოლოდ იმიტომ არ ვასაჩივრებთ მათ ლეგიტიმაციას, რომ ისინი არ წარმოადგენენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას ქართულ პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, მათთან დებატიც შეუძლებელია, თუ არ წარმოადგენს პოლიტიკურად მნიშვნელოვან სუბიექტს, რაზე ვედებატებთ. შესაბამისად, რჩება არჩევნების შედეგიდან გამომდინარე და ხელისუფლებამ არჩევნების შედეგს აუცილებლად პატივი უნდა სცეს, ეს მოცემულობა. არჩევნების შედეგიდან გამომდინარე, მას აქვს უფლება სულ რამდენიმე პარტიასთან იდებატოს. ეს არის საქართველოსთვის პარტია საქართველოს, რომელიც პარლამენტშია. ეს არის, ასე ვთქვათ, გირჩი და ესე ვთქვათ, კონსერვატორები, რომლებიც არიან საკრებულოებში. ანუ სხვა პოლიტიკურ სუბიექტ იქ ლელოც არის საკრებულოებში წარმოდგენილი, მაგრამ ლელოს ლეგიტიმურობა გასაჩივრებულია ხელისუფლებას შემოსავლებში. წარმოებაში ესე იგი მათს. კი ბატონო. ამიტომ ანუ ეს მოცემულობა რჩება და ასევე შეუძლია გარკვეულ, ასე ვთქვათ, საექსპერტო საზოგადოებას დისკუსიას, ასე ვთქვათ. ანუ ეს მოცემულობა აქვს, შესაბამისად, ეს ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს, აქედან გამომდინარეობს ყველაფერი ეს. ხა უფრო მეტი დრაივი უნდა ადამიანებს, უფრო მეტი დაპირისპირება უნდა და თქვათ, ესკალაცია უნდა დებატების დროს შეიძლება ადამიანებს ეს მოწონს, ანუ რა ქვია მაგას UFC-ს თუ გავმართავთ პოლიტიკურს, ალბათ უფრო მეტი ადამიანი შეხედავს, მაგრამ ანუ მოცემულობა ასეთია. მე კიდე ვისურვებდი, რომ რაღაცა კონკრეტულ თემებზე გაიხსნას, ასე ვთქვათ, ანალიტიკური დისკუსიები სხვადასხვა პლატფორმებზე, მათ შორის უნივერსიტეტებში. ანუ უნივერსიტეტები ჩვენ უნდა ვაქციოთ ადგილად, სადაც შეიძლება სპეციალისტების შეხვედრა და კონკრეტული თემატიკების განხილვა. მათ შორის ისეთის, რომელსაც აქამდე ტაბუადებს, ხო, ჩვენი საგარეო პოლიტიკის საკითხები იქნება ეს თუ სოციალური მოწყობის საკითხები, იდეოლოგიური საკითხები, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად დღის წესრიგიდან ამდენი ხნის განმავლობაში, ისევე როგორც ამერიკაში, განდევნილი გვაქვს ორი იდეოლოგია, კონსერვატიზმი და სოციალიზმი. ორივე არის განდევნილი, ესე ვთქვათ, მეინსტრიმი საინფორმაციო ველიდან და მხოლოდ ლიბერალური იდეოლოგიას ეთმობა მთელი დრო ყველგან, საჯარო სივრცეში, უნივერსიტეტებში, მედიებში და ასე შემდეგ. ამიტომ ეს უნდა გაიხსნას, დებატები უნდა გაიმართოს მათ შორის იდეოლოგიურ, ესე ვთქვათ, ბაზისზე
და შემდეგ უკვე და აქ პოლიტიკური სუბიექტები კვეთრად გამოკვეთილი იდეოლოგიებით არ არსებობენ ამდენად, მაგრამ შესაძლებელია რაღაც ცალკეულ თემებზე სპეციალისტების მოძებნა, რომელმაც შეიძლება დისკუსია მაინც გამართონ თუ არა დებატები, სადაც ყველა მაინც თავის პოზიციას დააფიქსირებს, ამით რაღაცა გარკვეული პანელური დისკუსიები შეიძლება რომ გაიმართოს ასეთ თემებზე, სადაც კულტურას გავაჩენთ საუბრის და საუბრის კულტურას. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის, ამ ინტერვიუსთვის და მნიშვნელოვანი იქნება პირადად ჩემი აუდიტორიისთვის და ძალიან კარგი რომ დამთავრდა და ესე მივესალმები და წარმატებებს ვუსურვებ თქვენს აუდიტორიას და თქვენ პირადად ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ. ემშვიდობები და მე ვიცი რომ თქვენ ძალიან აქტიური საზოგადოებრივი პიროვნება ხართ, ანუ აქტიური ამ სოციუმში და თქვენს ყველა პროექტს მინდა რომ წარმატება უსურვო. მოხარული ვიქნები როცა თქვენ იქნები წარმოდგენილი. აბა დროებით. კარგად იყავით, მადლობა.